მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მომდევნო ეპიზოდით. უკვე მე-6 ეპიზოდია ეს, ერთი თვე გავიდა სხვადასხვის, რაც გავეშვით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმაზე. ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს დღეს მარიამ ლელაშვილი, AI პროდუქტებთან დაკავშირებული პიროვნება დიდი ორგანიზაციიდან, საქართველოს ბანკიდან. რამდენიმე კვირაა უკვე რომ მიდოდა გამოსულიყო ეს ეპიზოდი და რაღაცება ხელი შეგვიშალა, თუმცა საბოლოოდ გამოგვივიდა. გამარჯობა მარიამ. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მე ძალიან მიხარია და გილოცავთ ერთი თვის შესრულებას. ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს თქვენ პოდკასტს ჩემს გარშემო და წარმატებას გისურვებთ. გქონია რომ ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა და სანამ პოდკასტის ეპიზოდის თემაზე გადავიდოდე, ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ გამოგვიწეროთ და თვალი გვადევნოთ თქვენთვის კომფორტულ არხზე, იმიტომ რომ ერთდროულად მუშაობთ როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე, ასევე Instagram-ზე და ასევე LinkedIn-ზე. LinkedIn-ზე ნუ პოსტებით. ძალიან აქტიურად ვცდილობთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი AI-ის გარშემო და რომელი არხით თქვენთვის ყველაზე კომფორტულია, მოკლე ვიდეოები თუ გრძელი ვიდეოები თუ სხვა სახის კონტენტი გამოგვიწერეთ იმ არხზე და თვალი გვადევნეთ აუცილებლად. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, მე და მარიამს გქონდა ბევრჯერ საუბარი და ჩვენ გვინდოდა რომ ხელოვნური ინტელექტი მოგვეხილა ცოტა ფართო კონტექსტში, უფრო მაკრო დონეზე და გარკვეულწილად ანუ კონკრეტულად განგვეხილა, მაგრამ მაინც ცოტა მაკრო დონეზე და აგესნათ რასაც გულისხმობ. გვაინტერესებდა რომ მიმოგვეხილა, ასე ვთქვათ, ზოგადად ამ ტრანსფორმაციის მასშტაბი მსოფლიოში, რაც არის ამ წუთას და ამის ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა კაცობრიობაზე, ადამიანებზე, ინდივიდზე, მის მომავალ პერსპექტივებზე და ხელოვნური ინტელექტის როლი, ასე ვთქვათ, დიდი ორგანიზაციების ჭრილიდან. დიდ ორგანიზაციებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტენდენცია და ასე ვთქვათ, კონკრეტული საკითხები და გვინდა ჩვენ რომ ამაზე ვისაუბროთ, გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილებები და მარიამი უშუალოდ ამ საკითხებს ეხება თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. ძალიან კარგი გამოცდილებები აქვს, დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებთ. მეც ჩავერთვები ხშირად საუბარში და იმედია ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. მარიამ, პირველ რიგში მინდა გთხოვ, რომ აი შენს სამსახურზე რო გითხრა, ასე ვთქვათ, კონკრეტულად შენს პროექტებზე და მე შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე საუბარი და თვითონაც აგვიყვანს, ასე ვთქვათ, საუბარი გარკვეული მიმართულებებით. კარგი, ვეცდები რომ მოკლედ მოგიყვეთ. მე ვმუშაობ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში, რომელიც საკმაოდ დიდი გუნდია და მე ჯერა რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია ანალიტიკის მიმართულებით. ამას ადასტურებს ისიც, რომ სულ რაღაც 2 კვირის წინ მოვიგეთ 14 ჯილდო Global Finance-ის და ცოტა ვიტრაბახებ, ახლა გამოვიყენებ ამ შანსს ამბით, იმიტომ რომ ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ამ 14 ჯილდოდან 7 იყო აღმოსავლეთ ევროპაში გამარჯვებული, ანუ საუკეთესოები აღმოჩნდით აღმოსავლეთ ევროპაში. რაც გქონია, რომ უკვე იმას ამბობს, რომ ჩვენი ბანკი ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან მოწინავეა და ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდში მუშაობს ზოგადად. მე რა როლი მაქვს ამ ყველაფერში? მე მახსოვს, რომ შენს პირველ პოდკასტს რომ მოусმინე, შენ ძალიან ცდილობდი, რომ არ გამოგვეყენებინა ამ პოდკასტში ტექნიკური ტერმინები და პლუს არც არაქართული სიტყვები, ხო? არაქართულ სიტყვებზე ვეცდები, მაგრამ ტექნიკურ ტერმინებს მე მგონი ვერც გამოვიყენებ, იმიტომ რომ მე არ ვარ ტექნიკური როლის ადამიანი და მე მგონი ეგ ძალიან გაამარტივებს იმას, რომ თქვენი აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე ვეცდები, რომ ვისაუბროთ მათთვის. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ამბავი, რომ აი ყველაზე მარტივად გასაგები და აღქმადი იყოს ეს მაყურებლისთვის. აი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას. ხო, მეც ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ტექნიკური ტერმინების გაგება ხშირად. ჩემი როლი კონკრეტულად არის AI პროდუქტების შექმნა, ოღონდ ისეთი პროდუქტების შექმნა, რასაც მართლა მოაქვს ბიზნეს ღირებულება. ანუ მე და ჩემი გუნდი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ არა მხოლოდ საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტები ვაკეთოთ საქმე, არამედ ისეთი გადაწყვეტები მოვიფიქროთ, რასაც მართლა მოაქვს ბიზნეს ღირებულება და პრაქტიკაში გამოყენებადია. რაც მარტივი არ არის სხვათა შორის, არ ვიცი რამდენად იცნობთ ამ სტატისტიკას, მაგრამ ზოგადად დატა პროექტების ბევრი სტატიაა და ყველა სტატიაში სხვა რიცხვია, მაგრამ მინიმუმს და მაქსიმუმს კეთვით. ზოგი სტატიის მიხედვით 13%-ია მხოლოდ წარმატებული და საუკეთესო მაჩვენებლით 30%,
მაგრამ რომელიც არ უნდა აიღო, ორივე ძალიან დაბალია. ანუ ძალიან რთულია ისეთი პროექტების კეთება, ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელსაც მართლა მოაქვს ღირებულება. ამას ბევრი მიზეზი აქვს და დღეს არჩეულს შეგნებულად ამ დეტალში, იმიტომ რომ ცოტა სხვა თემა გვაქვს არჩეული, მაგრამ შეგვიძლია ერთი პოდკასტი მაგასაც მივუძღვნათ მომავალში. სიამოვნებით. დავიმახსოვრებ. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება თვითონ პროექტებს, საქართველოს ბანკი დიდი ხანია ძალიან რაც ამ მიმართულებით ვითარდება და საკმაოდ მომზადებულები ვართ იმ ტექნოლოგიური ცვლილებებისთვისაც, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. იმიტომ რომ ამაზეც ვისაუბრებთ მომავალში, რაღაც ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მარტივი არ არის. დღეს მგონია, რომ ტექნოლოგია ბევრად წინ უსწრებს მზაობას კომპანიების, რომ ამ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ და მე განცდა მაქვს, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ დიდი ხანია ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი უკვე გაკეთებული, ალბათ სადღაც ასეულობით ბიზნეს პროცესია ისეთი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ უკვე AI გადაწყვეტებს და წელს ვართ ძალიან ფოკუსირებული იმაზე, რომ GenAI პროექტები, GenAI use case-ები გამოყენებები გქონდეს ბევრი, აი პირველი შემთხვევა, როცა შევეცადე, რომ ქართული სიტყვით შავენაცვლევინა. წლევანდელი ჩვენი ფოკუსი არის შემდეგი, რომ ერთი ანუ GenAI ტექნოლოგიის გამოყენებით საინტერესო ბიზნეს кейსები ვიპოვოთ და მეორე, რაც მგონია, რომ კიდევ უფრო საინტერესოა, არის ის, რომ ვასწავლოთ ჩვენ თანამშრომლებს AI ხელსაწყოების გამოყენება. და მგონია, რომ დღეს იდეაში მთელი მსოფლიო რასაც აკეთებს, ანუ იგივეს აკეთებს მთელი მსოფლიო და მოწინავე კომპანიები, Amazon-ს აქვს მაგალითად ძალიან საინტერესო პროგრამა, რომ მთელი სტაფის, ანუ 100%-იანი გადამზადება მოახდინეს AI-ის მიმართულებით, ანუ მთავარი ფოკუსი წელს და ალბათ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას აქვს იმაზე, რომ თანამშრომლები მიაჩვიონ AI ხელსაწყოების გამოყენებას. აი, იცი რა მინდოდა მე თქვა მაგასთან დაკავშირებით. აი, ერთი მხრივ ხო ძალიან მარტივი ინსტრუმენტია გამოსაყენებლად და რაღაცა და გგონია რომ ამას რაღაცა სპეციალური ფოკუსი აღარ სჭირდება. ხო, აი რაღაცა კუთხით რო შეხედო მარტივი ინტერფეისი, მარტივი გამოყენება ჩატზე დაფუძნებული, ხო? ნუ არ ვსაუბრობ ეხა ფოტო და ვიდეო გენერაციაზე, ვსაუბრობ ზოგად გამოყენებაზე, დიდი მოდელების მაგალითად, მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, მიუხედავად ამ სიმარტივისა, ეს ადაპტაცია არის აი ძალიან საჭირო რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ნუ ჩემი დაკვირვებით ეხა ზუსტი კვლევა ვერ ჩამეტარები ამაზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ძალიან მაღალი პროცენტი იყოს თუნდაც საქართველოში ჩართულობა, ასე ვთქვათ, ყველას მხრიდან. ალბათ თან იცი რა არის, გარკვეული უნდობლობაც არის, მაგრამ იგან მგონია იყოს ნომერ პირველი ფაქტორი. მე უბრალოდ მგონია, რომ user case-ების, ანუ მომხმარებლის გამოყენების მაგალითების გაშიფრა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ყველაზე მეტი კითხვა ჩემი აზრით ისმევა არა იმაზე, რომ რატო უნდა გამოვიყენოთ. არამედ მე მგონი, შეიძლება ვწდები, არ ვიცი. მე მგონი, რომ ყველაზე მეტი კითხვა ისმევა, ასე ვთქვათ, რომ რაში უნდა გამოვიყენოთ. კონკრეტულად, ხო, და ალბათ ხო ეგ გჭირდება, ეგ მართლებით სჭირდება ყველას სწავლა, რომ კაფიო იყოს და ისეთი იყოს რა, რომ აი რაში, იმიტომ რომ აი ეს ხო რაღაცა ძველებურ რთულ software პროგრამებს ხო არ აგავს, რომელიც გამოსაყენებლად ცოტა რთულია და რაღაცა სხვა რისკებთან კი არა, სხვა სირთულეებთან არის, ასე ვთქვათ, დაკავშირებული. გამოსაყენებლად მარტივია, მაგრამ რაღაცა თითქოს სისწრაფე მაინც არ აქვს ადამიანებს, ასე ვთქვათ, დასაქმებულებს ისეთი, რომ აი ყოველდღე იყენებდნენ რა. აი ცრა რამდენიმე მიზეზია ვიტყოდი, შენ სწორად შეხე, ერთი არის ის, რომ ძალიან რთულია წარმოიდგინონ რაში გამოიყენონ. ამის უკან დგას ერთი ის მიზეზი ალბათ, რომ ადამიანები იმდენად ვართ მიჩვეული რუტინულად რაღაცების კეთებას, რომ ძალიან რთულია, რომ გვერდიდან შეხედო და განსხვავებული შესაძლებლობა დაინახო იგივეს კეთების. მაგრამ მაგის იქით, აი მოდი ესე გავშლი, რომ ვახსენე, რომ თანამშრომლებს ვასწავლით GenAI-ის ათვისებას. ხა ამას როგორ ვაკეთებთ? ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ანუ ყველა გუნდთან მივდივართ, ყველა გუნდში ვირჩევთ ერთ ადამიანს, რომელიც არის GenAI ენთუზიასტი და უკვე ცდილობს დამოუკიდებლად GenAI ხელსაწყოების გამოყენებას. მას უზიარებთ ჩვენს ცოდნას, მასთან ერთად ვაკვირდებით მისი გუნდის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და ვფიქრობთ, რა არის ის ადგილები, სადაც შეიძლება GenAI-ის გამოყენება. და მე ეს ადამიანი ამას ტესტავს უკვე, ხო ტესტირების პროცესი რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ პირველივე სტადიაზე შეიძლება შედეგზე ვერ გახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია პრომპტს როგორ დაწერ, მე როგორ განავითარებ ამ დიალოგს. ამიტომ უკვე კარგად გატესტილი кейსები მიგვაქვს თანამშრომლებთან და
ანუ ამ გატესტილ кейსებს და სწორ ინსტრუქციებს რო ვაძლევთ, როგორი პრომპტი უნდა მიწეროს, რომ შედეგზე გავიდეს, ბევრად მარტივია ათვისებაც და ამის ყოველდღიურობაში იმპლემენტაციაც. ანუ ერთი ვუმარტივებთ იმას, რომ უკვე მზა ინსტრუქციას ვაძლევთ და მარტივად ხდება გადაწყობა, მეორე ის რომ ვეხმარებით use case-ების პოვნაში, იმიტომ რომ ხო ძალიან რთული არის, აი ჩვენი დიალოგი ძირითადად როცა ახალ გუნდთან მივდივართ, იწყება ამით, რომ ძალიან საინტერესოა, ჩემი პირადი მიზნებისთვის ვიყენებ, მაგრამ სამსახურში მე მგონი ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ არ მჭირდება. მე გვაქვს ცალკე სია, სხვა გუნდებში რა გამოყენებები გვაქვს ნაპოვნი უკვე და როგორც კი ამის ჩამოთვლას ვიწყებთ და ხსნით კონკრეტულ დიალოგებს და ვანახებთ რა შედეგზე გავიდნენ, ნელ-ნელა თვალები უფართოვდებათ და ნუ მე ხვდებიან რამხელა შესაძლებლობები არსებობს. ასე რომ კი, მიხმარება ჭირდებათ მაგ მიმართულებით ადამიანებს, ანუ ერთი იდეაციაში მიჭირდებათ მიხმარება, რომ მიხვდნენ რა გამოყენებებს უნდა მიაგნონ, მაგისთვის ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ ჩვენს შიდა პლატფორმაზე დიდი მოდელი ეს LLM-ები უნდა მეთქვა და ვცდილობ ახლა რომ ქართული ტერმინი დიდი ენობრივი მოდელის გვაქვს ესეთი წინასწარ მომზადებული პრომპტი, რომ ადამიანი რომელიც პირველად შევა ამ პლატფორმაზე და არ ეცოდინება როგორ დაიწყოს საერთოდ გამოყენება, მივეხმაროთ ამ ხალხს გამოყენების პროცესში და პრომპტი არის ესეთი, რომ მე ვარ რაღაც როლი, სადაც უნდა ჩაწერო მე შენ ვიხარ, მაგალითად რაღაც პროექტის მენეჯერი საქართველოს ბანკში, დღეიდან ვიწყებ LLM-ების გამოყენებას და მითხარი რაში შეიძლება გამომადგეს. და ნუ ეს უკვე არის ძალიან კაი გამხსნელი, იმიტომ რომ უამრავი შემოთავაზება მოდის და დიალოგი იწყება. და ესეთი პატარ-პატარა დეტალებით ძალიან ჭირდებათ მიხმარება ადამიანებს კი. ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ერთადერთ დეტალს დავამატებდი, რომ აი რაც მოყევი აბსოლუტურად ხელები ამიწევია გეთანხმები და ბოლოში ერთ რაღაცას დავამატებდი კიდე, რომ ვინც დაიწყო გამოყენება, ვინც ხშირად იყენებს და რაღაცა ვინც იქ ერთადერთი დაზღვევის გაკეთება შეიძლება კიდე რომ იმის ახსნა რომ იცი რა ეს შენი დამხმარე ინსტრუმენტია და არა copy paste-ის წყარო რომ გავუაზრებლად რაღაცები დააკოპირო და შენი input-ი, შენი effort-ი არ ჩადო, შენ გეუბნებოდი და მეც ინგლისურ ტერმინებს ვიყენებ, შენი ძალისხმევა არ ჩადო მოკლედ ამ სამუშაოს ამ დავალებაში რასაც ასრულებ რა ეგ ერთადერთი მაგ კი ანუ ჩვენი სამუშაო პროცესი არის ხოლმე ესეთი თავიდან ვეხმარებით რომ დავანახოთ შესაძლებლობები პირველი გამოწვევა ეგ არის შესაძლებლობებს რომ დაინახავენ ადამიანები მეორე გამოწვევა არის ის რომ იმდენად მაღალია რაღაც აჟიტირება ამ შედეგებით რომ ძალიან მაღალია ნდობის ხარისხი და მე უკვე გადავდივართ ეს მანტრასავით ვიმეორებთ ყველა გამოყენების მერე რომ აუცილებლად უნდა გადაამოწმონ. ანუ ეს არის მათთვის უმცროსი მენეჯერი, რომელსაც შეიძლება შენ შავი საქმე მიანდო, მაგრამ როგორც მენეჯერს უმცროს ასისტენტს უბრალოდ გადაუმოწმებ ნებისმიერ გაკეთებულ საქმეს და ისე არ მიიღებ გადაწყვეტილებას, იგივენაირად უნდა ვემუშაოთ ამ ტიპის პლატფორმებსაც, იმიტომ რომ ძალიან მაღალია იმის რისკი, ანუ რამდენიმეჯერ რომ ხედავ რომ უშეცდომოდ პასუხობს, მე რაღაც მიდრეკილი ხარ და შენ წარმაცდები რომ აღარ დახარჯო ძალისხმევა ამის გადამოწმებაში. სპეციფიური ხა შენ პროექტის მენეჯმენტზე საუბრობ და აი გუშინ მქონდა ლექცია იურისტებთან მაგალითად და განსაკუთრებით ისეთ სპეციფიურ სფეროში როგორიცაა მაგალითად იურისპრუდენცია სადაც შეცდომის ფასი მაღალია, ხო? ან მედიცინა. ეგ ორი სფერო განსაკუთრებით ხა კი არ ვაკნინებ სხვა მიმართულებებს, მაგრამ ეს ორი მიმართულება განსაკუთრებით სარისკოა და აქედან გამომდინარე, ანუ ეს მინდა რომ განვმარტო ძალიან კარგად რა მაყურებლისთვისაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტზე რაღაცნაირად ასე ვთქვათ ახტაცებით ვსაუბრობთ ჩართული ვართ ამ სფეროში რაღაცა ვცდილობთ რომ გავაზიაროთ გამოცდილება და ცოდნა ბევრ კარგს ვამბობთ ამ ყველაფერზე მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მოგიწოდებთ რომ ეს ყველაფერი მიიღოთ უპირობოდ გადაუმოწმებლად ამაზე დამოკიდებული გახდეთ და რაღაცა თქვენი თავი რაღაცაში უკან დახიოთ ან რაღაცა პირიქით რამდენიმე ეპიზოდშიც მეთქვამთ საქამდე რომ პირიქით ჩვენ მოგიწოდოთ რომ ეს გამოიყენოთ უბრალოდ თქვენ მართოთ თქვენ იყოთ მთავარი მენეჯერი ასე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის თქვენ გამოიყენოთ საქმეში და თქვენი თავი განავითაროთ ანუ უფრო და უფრო მეტი რაღაცა მიმართულებებით გამოიყენოთ მაგრამ არ დააკლოთ თქვენი განსჯის ლოგიკის ადამიანური ბუნების და თქვენი ფიქრის უნარი პირიქით 10 ჯერ მეტად ვიდრე მაგამდე აქედან გამომდინარე ანუ ჩვენი მთავარი მოწოდება ეგ არის რომ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი მაგრამ სწორად და თქვენი ადამიანური ძალისხმევით, იმიტომ რომ
არაფერია სამყაროში და არც არაფერი იქნება არასდროს ადამიანზე მნიშვნელოვანი. და ეს აბსოლუტურად არასწორი გაგებაა და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებაა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადამიანის ან საჭიროება გაქრება, როდესმე ან ადამიანი დაკნინდება. პირიქით ადამიანი ქმნის ყველაფერს და მთავარი ფოკუსი ყოველთვის ადამიანი უნდა დარჩეს სამყაროში. ნამდვილად. გეთანხმები. მთლიანად შენი დამოკიდებულება რო განვიხილოთ, მთლიანად ამ ტრანსფორმაციაზე რეალურად მსოფლიოში და მასშტაბზე რა ხდება და მე რომ მივყვეთ რიგითობით, მაგალითად ჯერ ეს მთლიანი მოვლენის ანალიზი და მე შეგვიძლია ჩავიდეთ უკვე სამუშაო ბაზრამდე და ინდივიდამდე, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი. მე მგონია რომ იმისთვის რომ სწორად აღვიქვათ რა ხდება დღეს ჩვენ თავს ძალიან მოგვეხმარება რომ ეს რაღაც ტრანსფორმაცია ჩავსვათ რაღაც კონტექსტში ხო გადავხედოთ როგორია ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება ბოლო პერიოდში და იდეაში სადღაც არ ვიცი ბოლო 2 საუკუნის მოვლენებს თუ გადავხედავთ ინდუსტრიული რევოლუციიდან შეიძლება ითქვას რომ ეს ტექნოლოგიური რაღაცა რევოლუცია ტალღებად და შეიძლება ითქვას მუდმივად. ნუ არის რაღაცა მომენტები, როცა შედარებით ესეთია ნაკლებია ინოვაციები, მაგრამ ასეთი ციკლია უწყვეტი. და ყველა ამ მოვლენას და ყველა ამ ტალღას აქვს ძალიან მსგავსი მახასიათებლები, ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ერთი არის ის, რომ ნიშნულოვნად ცვლის ადამიანების ყოველდღიურობას და ყველა ესეთი ცვლილება არის დიდ სურათში რო შევხედოთ ყოველთვის ქმნის ბევრად მეტ დოვლათს და ყოველთვის ზრდის რაღაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობას და ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, მაგრამ მოკლე ვადაში მარტივი არ არის ეს ტრანსფორმაცია, ანუ საკმაოდ მტკივნეულია. მტკივნეულია, იმიტომ რომ ერთი არ ვიცით, საით მივყავართ და რას მოგვიტანს. მეორე, იმიტომ რომ ხო რაღაც როლები, ანუ ყველა ესეთ სამუშაო ბაზრის შოკირებას იწვევს, ასე ვთქვათ და რაღაცა სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. სანამ ადაპტირდებიან ადამიანები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ადაპტირდება კაცობრიობა და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ ადაპტირებულიყავით. მაგრამ ხო, ანუ ყველა ესეთ რევოლუციას რაღაც კონკრეტული როლები ეწირება, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხალხი რჩება დაუსაქმებელი, იმიტომ რომ სამაგიეროდ ჩნდება ახალი როლები და ხშირ შემთხვევაში ბევრად საინტერესო საქმის კეთება უწევს იმ ხალხს, ვინც მანამდე ვთქვათ, სხვა რამეზე იყო დასაქმებული. მაგრამ ერთი კიდე რაც არის ძალიან საინტერესო და ამიტომ მოკლედ რომ შევაჯამო აქვე არის ის, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ცვლილების მიმართაც, იმიტომ რომ მგონია რომ შეიძლება დღეს ყველას გვეშინია იმის რომ ანუ მე ისიც მესმის რატომ გვეშინია AI-ს ტრანსფორმაციის, იმიტომ რომ აქამდე რაც ცვლილებებიც ყოფილა, ძირითადად ყველა ესეთი ტრანსფორმაცია ახდენდა მექანიკური უნარების ჩანაცვლებას და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კოგნიტურ უნარებს ვეხებით და ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ კოგნიტური უნარებია ის უნიკალური, რაც ადამიანებს გაგვაჩნია, ხო? და მესმის რომ დღეს AI-ის შესაძლებლობები არ არის ისეთი, რომ რაღაც და არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ AI ადამიანებს ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ძალიან ვეთანხმები იმ ყველასთვის ნაცნობ მოსაზრებას, რომ AI კი და ჩაგვანაცვლებს ადამიანები, რომლებიც იყენებენ AI-ს. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ AI ხელსაწყოების გამოყენება. თვითონ ამ ტრანსფორმაციას რო დავუბრუნდეთ დიდ სურათში, მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას კიდევ ის განასხვავებს სხვა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციებისგან, რომ არის ძალიან აჩქარებული დროში, ანუ ყველა შემდეგი ტალღა თუ დავაკვირდებით, უფრო, ანუ ცვლილებები ხდება უფრო და უფრო შეზღუდულ პერიოდში და ადამიანებს უფრო და უფრო სწრაფად უწევთ ადაპტაცია. და ამ შემთხვევაში ანუ იმდენად სწრაფად ხდება ცვლილებები, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს გასააზრებლად საერთოდ რამდენად გვეხება ჩვენ. კი, ზუსტად. სპრინტებში დავიწყეთ ცხოვრება ერთ ან ორ კვირიან სპრინტებში. კი. ყველა მიმართულებით. მარტო ტექნოლოგიების პოლიტიკიდან დაწყებული, მსოფლიო გლობალური პოლიტიკიდან დაწყებული, რა ვიცი, ეკონომიკით გაგრძელებული და ტექნოლოგიით დამტარებული. პირწმინდა იმდენად აჩქარდა ეს ყველა პროცესი და მე მგონი რაღაცნაირად ადამიანებაც ვისწავლეთ, კაცობრიობაც ისწავლა, უკვე მე მგონი სხვანაირად ვეღარ ციცხოვრებს, იმიტომ რომ ამ დაჩქარებულ გარემო პირობებს რაღაცნაირად შევეგუეთ. ხო, და მე მგონია, რომ ეხლა ბუნდოვანია. რაღაცები რო არ ხდება, უკვე მე მგონი ადამიანებს მოლოდინი აქვს. რაღაცა უნდა მოხდეს.
ყველა ასპექტში, არა მხოლოდ ტექნოლოგია. ხო, ანუ მე მგონია, რომ როგორც ვთქვათ, დღეს smartphone-ის garaშე არის შეუძლებელი ცხოვრება, რაღაც ეგეთი იქნება ძალიან მალე, ანუ იმდენად სწრაფად ვადაპტირდებით და მივაჩვევით, რომ მგონია, რომ AI ხელსაწყოების garaშე ცხოვრება რთულად წარმოსადგენი გახდება ყველასთვის. რაც შეეხება თვითონ სამუშაო ადგილების შექმნას ან ცვლილებას, მე მგონია, რომ ეგ ერთ-ერთი ის კითხვა, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს, რომ როგორ შეცვლის AI შრომის ბაზარს ზოგადად და ანუ რა როლები გაქრება, ზოგადად შემცირდება უფრო დასაქმებული ადგილების რაოდენობა თუ გაიზრდება. ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვა კვლევა, ალბათ ყველაზე ისეთი სანდოწყაროდ შეიძლება სოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზებს დავეყრდნოთ და მათ ვარაუდს თუ მივყვებით 2030 წლისთვის დღეს არსებული როლებიდან 92 მილიონი როლი გაქრება, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდება 178 მილიონი ახალი როლი, რაც ჯამში გვაძლევს სადღაც 78 მილიონი ახალი დასაქმებული, კი არა, ახალი სამუშაო ადგილის ნამატს, რაც ძალიან ბევრია. ეს წარმოვიდგინოთ, ეს არის დღეს სამუშაო ადგილების 7%-იანი ზრდა. ამიტომ მგონია, რომ ტრანსფორმაცია შეიძლება არ იყოს მარტივი, იმიტომ რომ გვიწევს ადამიანებს, რომ ახალი უნარები ავითვისოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელვადაში იქნება ძალიან სასარგებლო ყველასთვის, როგორც ეკონომიკისთვის, ისე თვითონ ადამიანების განვითარებისთვის. ჩვენთვის კარგია იმ მხრივ, რომ AI გვაძლევს საშუალებას, რომ მექანიკური, რუტინული, ნაკლებად საინტერესო საქმე დავიყვანოთ მინიმუმამდე ჩვენ ყოველდღიურობაში და ბევრად უფრო ადამიანური საქმეებით დავკავდეთ, რაც მგონია, რომ ყველასთვის საინტერესო სტრატეგიული და უფრო მაღალღირებული საქმეებით და ერთი რაღაცა მინდოდა მე თქვა კიდე ერთ-ერთ სხვა ადამიანის პოდკასტში ვთქვი ესეთი რაღაცა ანუ გამიელვა ამ აზრმა და ნუ კიდევაც წამიკითხავს ვიღაცების მოსაზრებები რომ თუ კი ოკეი ყველაფერი გასაგებია მაგრამ თუ კი ხელოვნური ინტელექტი ისე ვითარდება და იმდენად ვითარდება რომ აი ესე ადამიანის დონეს აღწევს გარკვეულწილად ისიც ხო შეიძლება რომ რაღაცა ისეთი ამოცანები ამოხსნას გლობალურად ხელოვნურმა ინტელექტმა, რაც ისევ კაცობრიობისთვის იქნება სასარგებლო. დაწყებული, რა ვიცი, გლობალური კლიმატის ცვლილებიდან გაგრძელებული რაღაცა ისეთი ამოცანები, თუნდაც ეკონომიური პრობლემების ამოხსნით, ან რაღაცა სხვა პლანეტებზე მასშტაბირებით და ასე შემდეგ, რომელიც კაცობრიობას ამ დრომდე ვერ აქვს ბოლომდე ამოხსნილი. ანუ ესეც ხო აჩენს, ანუ თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ გვეშინია, რომ აი ძალიან მაგრად ვითარდება ეს ტექნოლოგია, მაშინ იმისი პოზიტიური მხარეც ხო არსებობს, რომ თუ მაგრად ვითარდება, აი ეგრე, რაც შიშიწოს რაღაცა კუთხით. სამაგიეროდ ხო შეიძლება რაღაცა კარგიც გამოდნეს აქედან. მე გეტყვი ყველაზე რეალური რაღაცა, არ ვიცი, კოსმოსის შესწავლის ნაწილს უფრო ხელშესახებს რომ ბიმაგალითი რომ მოვიყვანოთ მედიცინა, იმიტომ რომ ნუ მედიცინის დარგში ხო ყველაზე პროცენტულად წლიდან წლამდე ინვესტიციები AI-ის მიმართულებით ყველაზე მეტად მედიცინის დარგში იზრდება. არის სადღაც 40%-იანი ზრდა ყოველწლიურად AI ტექნოლოგიებში ინვესტიციების ნაწილში და ძალიან საინტერესო კიდევ არის ის, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მედიცინის დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება AI-ის დახმარებით. ერთ-ერთი ესე იმ ახალი როლებიდან, რომელიც ნავარაუდებია, რომ ამ შემდეგი 5 წლის განმავლობაში შეიქმნება, შენი აზრით რა არის მედიცინასთან დაკავშირებულია? ანუ მედიცინის განვითარებას მოყვება. მე ძალიან გამიკვირდა ეგ რო აღმოაჩინე, თან რაღაცნაირად გამიხარდა. ანუ ერთ-ერთი როლი, რომელიც ყველაზე მეტად გაიზრდება, არის ზრუნვასთან დაკავშირებული როლები. ანუ მომვლელები, ძიძები, ძირითადად უფრო მომვლელები და რაღაცა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე მზრუნველი როლები. და რატომ? იმიტომ რომ მედიცინის განვითარებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და მოხუცებულ ადამიანებს სჭირდებათ მეტი მომვლელები. ხო და ხო მაგას არ ველოდი სიმართლე გითხრა, რომ ვიკვლევდი რა არის როლები, რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება განსაკუთრებით შემდეგ პერიოდში. ეგ კორელაცია არ დამიფიქსირებია და ძალიან სასიამოვნო იყო მაგრამ მაგით. იცი რა, ტექნოლოგია რა დონეზეც უნდა განვითარდეს, რა დონეზეც უნდა ავიდეს სიტყვაზე.
ადამიანის ეს ადამიანური ბუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გრძნობებს უკავშირდება ემპათიას და სხვა, ეს პუნქტები ხო ჩვენია და შენარჩუნებადია და ასე ვთქვათ, არის ის ღირებულება, რაც შეგვიძლია რომ ძალიან მოვეჭიდოთ, ასე ვთქვათ და მე მაგედან გამომდინარეობს ჩემი აზრით, რაც ვამბობ, რომ ზუსტად ეგ არის, რომ რაშიც ვერაზროს ვერ ჩაგვანაცვლებს მანქანა, ამიტომ ეს გამორიცხულია, რომ რაღაცა ყველაფერში გვანაცვლებს და ჩვენ ვრჩებით რაღაცა ისე. პირიქით, ჩვენ ვეჭიდებით ჩვენს რაღაცა ისე უნიკალურ თვისებებს და ღირებულებებს, რაც უშუალოდ ჩვენია, როგორც ემპათია, გრძნობები, ემოციები, ჩვენი რაღაცა ლოგიკური, ადამიანური, ზოგჯერ არაპროგნოზირებადი ბუნება, ჩვენი რაღაცა კრეატივი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შენარჩუნებადია და აი კრეატივზე გამახსენდა, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ხო ფაქტია, რომ ამ წუთში ხელოვნური ინტელექტი ვერ გვთავაზობს ვერაფერ ახალს და ვერ ქმნის პიკასოს ვერ ქმნის ამ წუთში ვერანაირად. ალბათ ძალიან მარტივია, ეგეც რომ ავხსნათ, თუ შეება წინა ეპიზოდებში გაქვთ ახსნილი, როგორ მუშაობს, ანუ იმის გათვალისწინებთ, რომ არსებულ მონაცემ მასალებზე დაყრდნობით გველაპარაკება და იქიდან კრავს იმ პასუხს, რომელსაც გვიბრუნებს, შეუძლებელია რომ რაღაც ისეთი შედეგი მივიღოთ, რაც ადამიანს არ შეუქმნია დღეს, ანუ არსებულიდან არჩევს რაღაც სხვადასხვა ვერსიებს და ამ კომბინაციებს და ამ წოთის მდგომარეობით ვერაფერ ახალს ვერ გვთავაზობს, რაღაცა უნიკალურს და ძალკე მიმართულებას, მოკლედ. ვერც დანაშაულსა და სასჯელს ვერ დაწერს და ვერც ძმებ კარამაზოვებს ვერ დაწერს ვერანაირად, იმიტომ რომ შეუძლია იმისი კომბინაციებიდან აიღოს რაღაცა და შექმნას, მაგრამ რაღაცა ახალს ვერანაირად ვერ გააკეთებს და ეგ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ერთი რაღაცა კიდე რაც მინდოდა მე თქვა, აი მედიცინა ახსენე, ჩემი აზრით საუკეთესო მაგალითია ეს ყველაფერი. აი ჩემი აზრით მედიცინა არის ისეთი არგუმენტი, რომ აბსოლუტურად ხელოვნური ინტელექტისადმი და ტექნოლოგიებისადმი აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილ და უმდობლობით ახსავსე ადამიანსაც კი, ასე ვთქვათ, რაღაცა მომენტში გააჩუმებს, იმიტომ რომ ხო ფაქტია, რომ ხა არ ვიცით ეს ყველაფერი ჯერ ზუსტად რამდენად სანდოა ეს პროცენტული მაჩვენებლები, მაგრამ უკვე არსებობს, რომ სერიოზულად დაავადებებს ბევრად უფრო კარგად კურნავს, ვიდრე ადამიანი აკეთებს ამას და იცით რა, ადამიანის სიცოცხლეს რო ეხება საქმე, იქ რაღაცა ბევრი მსჯელობა და რაღაცა ის ინდობი ტექნოლოგიას თუ არა, ფაქტია, თუ მტკიცდება, რომ ბევრად უფრო კარგად რაღაცა სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს და ბევრად უფრო კარგად კურნავს რაღაცას, უდაოა, რომ გამოყენებადი არის აუცილებლად. ხო, ადამიანური შეცდომების ალბათობა არის ნაკლები, რაც ხშირ შემთხვევაში მედიცინაში, ხო, შენ ახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ისეთი სფეროები, სადაც შეცდომის ფასი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ღირებული იქნება, ოღონდ ანუ ესეთ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ AI-ის ისეთი ტექნოლოგიები, სადაც დაზღვეულია შეცდომებიც მეტნაკლებად, იმიტომ რომ ხო, ანუ კარგად დამუშავებული პროცესები. აი ორი სფერო ახსენეთ, იურიდიული სფერო და მედიცინა და მაყურებელს პირდები, აი ხელები ამიწევია აუცილებლად პირდებით, რომ მომდევნო ეპიზოდებში ორივე თემას მიმოვიხილავთ ან თითო ეპიზოდში, ან რამდენიმე ეპიზოდში ერთად და ეგ გავწურავთ ბოლომდე ძალიან დაინტერესებული ორივე ამ მიმართულებით და ძალიან საფუძვლიანად მინდა უბრალოდ ეს შერჩევის პერიოდში ვარ, რომ ვინ შეიძლება ისაუბროს ამაზე ძალიან ამომწურავად, იმიტომ რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია, ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებები და ძალიან გვჭირდება აქ სწორი აქცენტები და დიდი პასუხისმგებლობა, როცა ამ ორ სფეროში საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე. მოდი, რადგან მედიცინას შევეხეთ, ვთქვათ კიდე, რომელი დარგებია, სადაც ყველაზე აქტიურად ხდება AI-ის გამოყენება. ფინანსებია მეორე. ანუ სადაც ყველაზე მეტი ინვესტიციები იდება AI-ის მიმართულებით, სადღაც 30% იზრდება ყოველწლიურად ინვესტიციები ამ მიმართულებით და ფინანსები პრინციპში ხო საქართველოშიც იგივეა, რომ ბანკებში ყველაზე მეტად განვითარებულია AI-ის მიმართულება. და საცალო ბიზნესია კიდე, ძალიან სადაც ბევრი გამოყენება არსებობს, ანუ Gen AI გაძლევს იმის საშუალებას, რომ აკეთო ბევრად პერსონიფიცირებული შეთავაზებები, გაიგო მომხმარებელს რა ჭირდება, ელაპარაკო მათ ენაზე, ზუსტად იმ ტერმინებით, რასაც ის იყენებს საუბარში და ეს ძალიან ზრდის
ბრენდთან მიჯაჭვულობასაც, იმიტომ რომ განცდა გაქვს რომ ზუსტად ის იმ პროდუქტის შემქმნელმა შენ რა გინდა და ზრდის ეფექტურობასაც, იმიტომ რომ ბევრად ნაკლები ძალისხმევა იხარჯება პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანაში. ხო, არ გავაგზავნა, ეს არის იდეაში სამი ყველაზე დიდი მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიციაა. ერთი, რადგან ამ მიმართულებით საუბრობთ, ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კი, ვამბობთ, რომ AI-ის მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიციებია და პლუს არის კიდევ პროგნოზი, რომ 2030 წლისთვის სადღაც 20 ტრილიონი დოლარით გაიზრდება მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც არის სადღაც 3.5%-იანი ზრდა AI-ში ინვესტირებული ტექნოლოგიების დახმარებით. ანუ ძალიან დიდი ზრდა არის და ის ინვესტიციები რაც ხდება მოსალოდნელია, რომ ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს, მაგრამ ეს ზრდაც არ იქნება თანაბრად განაწილებული. ანუ რა თქმა უნდა, უფრო განვითარებულ ქვეყნებში იქნება ბევრად სწრაფი შედეგი, ვიდრე ვთქვათ, ნაკლებად განვითარებულებში, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულ კომპანიებში და ამაზეც მინდა რომ ვილაპარაკო, რა მოცემულობა გვაქვს დღეს კომპანიებში, იმიტომ რომ McKinsey-მ ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა 2024-ის ნოემბერში, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი გამოიკითხეს და ყველა რაღაცა 86% თან ხდება, რომ AI არის მათთვის სტრატეგიული მიმართულება მომავალში, მაგრამ მხოლოდ 1% ამბობდა, რომ მიიჩნევს თავს მომწიფებულად ამ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის. და მომწიფებულობაში იგულისხმებოდა დეფინიცია იყო ის, რომ იყენებდეს რამდენიმე პროცესში მაინც უკვე ეფექტურად და შედეგს იღებდეს ამ ტექნოლოგიებისგან. და მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ ანუ AI-ის იმპლემენტაცია ბიზნეს პროცესებში, რთულ დიდ ბიზნეს პროცესებში არ არის მარტივი. ანუ გჭირდება ერთი ტალანტი აუცილებლად, რაც საკმაოდ დეფიციტურია ამ მიმართულებით. უნდა იცოდე, უნდა გყავდეს გუნდი, რომელიც იცის ეს საქმე როგორ კეთდება. მეორე ყველაზე მთავარი არის მონაცემები და იმიტომ რომ რაღაცა სუფთა მოწესრიგებული მონაცემების გარეშე ამ ტექნოლოგიებს ვერ გამოიყენებ და მონაცემების მოსაწესრიგებლად გჭირდება ინფრასტრუქტურა, რომლის შექმნაც ერთხელში არ ხდება და მეოთხე მიზეზი არის რეზისტენტულობა. ანუ ხშირ შემთხვევაში თვითონ top managementსაც კომპანიებისაც საკმაოდ ბევრი დრო ჭირდებათ იმისთვის, რომ გადაიაზრონ რა მოცემულობაში ვართ, ადაპტირდნენ და AI მიიჩნიონ სტრატეგიულ მიმართულებად. ხო, ანუ და მე რეზისტენტულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზისტენტულობა ხდება ყველა დონეზე კომპანიაში. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდიოდეს ეს მხარდაჭერა და ინიციატივა პირველ რიგში top managementისგან და მერე იზიარებდეს სწორად იყოს ჩატანილი ყველა დონის თანამშრომელთან იმისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხე ჩემი აზრით. ეგეთ რაღაცას ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ნომერ პირველია, რომ ფაუნდერი და ბორდი ეთანხმებოდეს სრულად და იზიარებდეს და მისგან მოდიოდეს ინიციატივა ასეთ დიდი ცვლილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და საკმარისი ფაქტორი, იმიტომ რომ საჭიროა ბევრი რაღაცის დამატება, პროცესი, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ თქვი, რომ სწორად იქნას მიტანილი, ეს ერთი და მეორე თვითონ სისტემური ორგანიზაციული დალაგება არსებულ კონტექსტში, იმიტომ რომ თუ ორგანიზაციულად არ არის დალაგებული არსებული კონტექსტი და სტრუქტურირებული და კარგად აწყობილი აი ელემენტარული როლები, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობები, გადანაწილება და ასე შემდეგ, რაც არ უნდა დიდი სურვილი კონდეს ბორდს და ფაუნდერს, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ტექნოლოგია, რაღაცა სიახლე დანერგოს და რაც არ უნდა დიდი ძალის ყველანაირი რესურსი არსებობდეს, როგორც ფულადი, ასევე დროითი და ასევე სხვა, ეს არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ სჭირდება ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ტერმინი რო ვიხმაროთ, ლეგიტიმურობა და ეს და მოწესრიგებულობა, ასე ვთქვათ, რომ ეს რო წამოვა სწორი მიმართულებით ჩაიშალოს რა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ სხვა თითქმის ყველა ტექნოლოგიურ პროექტს, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ კომპანიაში აქვს ეს პრობლემა, რომ აი ამისი დანერგვა და გამტკიცება და რაღაცა ესეთი წარმატება არის ხოლმე ძალიან დაბალი ალბათობის ხოლმე, ან თუ არის რაღაცა მიგდებული, ასე ვთქვათ და მთავარი მიზეზი მე მაინც მგონია, რომ არის აი ეს აუწყობელი ორგანიზაციული სტრუქტურები, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით, როგორც ყოველთვის
ფაუნდერებს და ბორდს უფრო აქვთ ხოლმე ეს ინტერესი, ანუ ჩაკეტილები არ არიან, ხა რაღაცა კუთხით მაინც მეწარმე ადამიანი ბიზნესშია და რაღაცა ადაპტაცია და სიახლეებისადმი გახსნილია ხოლმე. არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ აი ბევრ შემთხვევაში, აი ბევრგან მინახავს ეს სიტუაცია, რომ აი მინახავს, რომ დამფუძნებელს უნდა, აი აშკარად თვალებში ვუყურებ და უნდა და ვერბალურად არის როგორ გააკეთოს. კი, არ იცის როგორ გააკეთოს და რაღაცა ვერ აწუდენს ხმას თავის, ასე ვთქვათ, გუნდს რა და ხო, ანუ ეს პრობლემებია რა და ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ცალკე კატეგორია, ანუ ტექნოლოგია თავისი მხრივ ხო არის სირთულე და ხო ბევრ პუნქტს წარმოადგენს, რაც და ანუ ჯამბურად მთლიანად ეს კონტექსტი და change management-ი კიდევ უფრო რთული რაღაცა, ანუ უტოლდება ზოგჯერ, ასე ვთქვათ, შეიძლება ეგ იყოს მიზეზი წარუმატებლობის ზუსტად. იმიტომ რომ აი საქართველოშიც განხორციელებულა ბევრი ტექნოლოგიური პროექტი, პროგრამა იქნება თუ სხვა, შეტანილ იქნა კომპანიაში და როგორც შეტანილ იქნა, ისე დარჩენილა ან გამოუყენებლად, ან სიტყვაზე ძალიან დაბალი ხარისხში გამოყენების თვალსაზრისით და არა იმ მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რასაც თავიდან ისახავდნენ მიზნად. იცი არის GenAI პროდუქტების შემთხვევაში მე უფრო იმედიანად ვარ, როცა საქმე ეხებოდა ML პროდუქტებს, რომელიც უფრო შავი ყუთია, არ იცი შედეგს როგორ იღებ. კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მომხმარებელს ესმოდეს მეტნაკლებად როგორ მუშაობს ის პროდუქტი, რაც მიგაქვს მასთან და ჩვენი პროდუქტების წარუმატებლობის დიდი მიზეზი ძირითად შემთხვევაში იყო ის, რომ არ ყავდნენ საბოლოო მომხმარებლები ჩართული სამუშაო პროცესში. მიგქონდა უკვე პროდუქტი, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მათ ჭირდებოდათ, ერთი არ იყო მათ საჭიროებზე მორგებული და მეორე არ ქონდათ ნდობა ამ იქნებოდა ეს რაღაც პროგნოზირება კონკრეტული რაღაც მოვლენის თუ არ ვიცი, სხვადასხვა შეიძლება რაღაც კლიენტის სეგმენტაცია გაგვეკეთებინა მაგალითად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლს ცოდნა რატო მოხვდა ეს კლიენტი ამ კონკრეტულ სეგმენტში და ეს მე გამოცდილებით ვისწავლეთ, მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადღაც ოთახში არ შევიკეტოთ და ჩვენ არ ვაკეთოთ ეს პროდუქტი და საბოლოო მომხმარებლებიც გვყავდეს ჩართული, როგორც წესი ვაკეთებთ ძალიან ბევრ ფოკუს ჯგუფს, როგორც წესი ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე გავხადოთ შეძლების დაგვარად ის რაღაც პროცესი როგორ მუშაობს AI და როგორ მივდივართ იმ შედეგამდე, რასაც ეს ადამიანები იღებენ და იქ ძალიან ცვლის მერე ათვისების ხარისხს, იმიტომ რომ გაუგებარი რაღაცები, როცა არ ვიცით როგორ მუშაობს, არავის არ მოგწონს და შექმნა და ტესტირება ერთდროულად და მთელი მსოფლიო გადასულია ყველა წარმატებული კომპანია ზუსტად ამ მიდგომაზე, თავად AI დიდი კომპანიები, ChatGPT და სხვა. შექმნა, ტესტირება, ბეტა ვერსიის გამოცდა, end user-ამდე მიტანა და თუ საჭიროა საერთოდ გაჩერება პროექტის და შეცვლა და გაზრდა. ხო, ეს გარკვეულწილად agile-ური მიდგომა ტრენდი, მაგრამ საბოლოოდ შედეგის მომცე. ნიშნულოვანია, რომ არ ჩავიკეტოთ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებებში, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დავხარჯოთ დიდი რესურსები იმაში და საბოლოოდ ეს არ ემსახურებოდეს მიზანს. აი, ძალიან მოკლედ მინდა მარიამ, რომ წეგან ახსენე და აღარ გაგაწყვეტინე ML ძველი პროექტები და GenAI-ის პროექტები, აი, მაყურებლისთვის გავხადოთ უფრო ცხადი, მოკლედ და მარტივად რო ავხსნეთ, რა განსხვავებაა, როგორ რას გულისხმობს. ML-ს გავმარტავ მანქანური დასწავლის ალგორითმები არის ძირითადად, რასაც ჩვენ ახლა უკვე და მე მგონი ეს დამკვიდრებული ტერმინია, კლასიკურ AI პროექტებად მოვიხსენიებთ და ნუ ცალკე არის GenAI. რა არის მთავარი განსხვავება? მთავარი განსხვავება არის ის, რომ ML-ური პროექტების შემთხვევაში ჩვენთვის ნაკლებად ხელშესახები იყო ერთი, როგორ გავდივართ საბოლოო შედეგამდე, იმიტომ რომ მუშაობს საკმაოდ რთული ალგორითმი, რომელიც სხვადასხვა ლოგიკების მიხედვით ცდილობს, რომ ჩვენ მიერ დასახულ მიზნამდე მივიდეთ და რაღაცა კონკრეტული რიცხვი რეკომენდაცია მოგვცეს, რომელსაც მერე ჩვენ რაღაც კონკრეტული პრაქტიკული მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამ ინფორმაციის გამომყენებელს არც ქონდეს იმის აღქმა, რომ ML ალგორითმთან აქვს შეხება.
პირობითად. GenAI არის ბევრად ხელშესახები ჩვეულებრივი არატექნიკური ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მართალია ამის უკანაც საკმაოდ კომპლექსური ალგორითმები მუშაობს, მაგრამ შენ შეგიძლია რაღაც რამდენიმე კვირიანი მოდელის წვრთნის, ტესტირების, ლოდინის და ასე შემდეგ გარეშე მიიღო პირდაპირ ადამიანური პასუხი შენს კითხვებზე. ML-ური პროექტები არის უფრო ბიზნეს პროცესებში იმპლემენტირებული რთული ანალიტიკური გადაწყვეტები, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესები უფრო ეფექტური გავხადოთ, უფრო სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაგრამ არ არის საბოლოო მომხმარებლისთვის ხელშესახები და აღქმადი, რომ AI პროდუქტთან აქვს შეხება და თან კომუნიკაციაც არ შეიძლება მასთან ასე მარტივი ჩატის ინტერფეისით და ხო. კი ბატონო. და GenAI-ის შემთხვევაში, ბევრად ხელშესახებია, შეგვიძლია რომ დიალოგში შევიდეთ, შეგვიძლია რომ ჩვენ მივცეთ მიმართულება და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრად ინტერაქციული იყოს, ხო? ალბათ ეგრე აღვხსნით. კარგი. მარიამ, იცი რა მაინტერესებდა? ერთი რაღაცა მინდა, რომ შენი გამოცდილებით, შენი დაკვირვებებით რჩევა მისცე ჩვენ მსმენელს დამფუძნებელსაც, მენეჯერსაც, გუნდის ლიდერსაც, ვინც გვისმენს ახლა და ვისაც წეგან ვილაპარაკეთ ამაზე და განმარტეთ გარკვეულწილად, მაგრამ რაღაცა უფრო სტრუქტურირებულად რომ მივცეთ რჩევა, რომ საიდან დაიწყოს იმპლემენტაციის პროცესი, როგორ და კონკრეტულად შენი რჩევები რომ მისცე ამ მიმართულებებით, როგორ შეიძლება განავითარონ თავიანთ გუნდებში და თავიანთ ორგანიზაციებში AI. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საბაზისო უნარების ათვისება AI ხელსაწყოების მოსახმარად, რაც გვჭირდება. რაც არის პრომპტ ინჟინერია, ვისწავლოთ როგორ ვეკონტაქტოთ ამ ხელსაწყოებს ეფექტურად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ცვლის პასუხის ხარისხს და შეიძლება რომ გქონდეს იმედგაცრუება, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს სწორი უნარები, არ ვიცით როგორ ვეკონტაქტოთ და ვერ მივიღოთ ის შედეგი, რაც შეიძლებოდა პოტენციურად მიგვეღო და მე მგონია, რომ ინდივიდისთვისაც და კომპანიისთვისაც შემირჩევა იქნება ის, რომ დააპრიორიტეტონ ამ უნარების შეძენა, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანამშრომლებისთვის და მგონია, რომ ყველა დიდი კომპანია ამას აკეთებს და ყველა ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა, ცდილობს გაიაზროს როგორ შეიძლება მის ყოველდღიურობაში AI-ის გამოყენება. ჩემი რჩევა იქნება ის, რომ ერთი დიდი ტრანსფორმაცია კიდევ რაც ხდება, ეს ალბათ უფრო ინდივიდებთან მიმართებით რჩევა, არის ის, რომ სრულიად იცვლება სწავლების ტემპი, ასე ვთქვათ, და სწავლების კულტურა უფრო სწორად. გულისხმობ იმას, რომ თუ კი ადრე რაღაცა აქამდე მივდიოდით უნივერსიტეტში რაღაც კონკრეტულ უნარებს ვიძენდით და ეს უნარი გვაცხოვრებდა მე რაღაცა საპენსიო ასაკამდე, ეგ ერა დასრულდა. დღეს ვუსმენდი ერთ ძალიან საინტერესო პოდკასტს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ სულ რაღაც უნივერსიტეტში შეძენილი უნარები, ნახევარი ცხოვრება იყო ისე ვალიდური, ეხლა შეძენილი უნარი შენთვის რელევანტური და გამოყენებადია 2.5 წლის განმავლობაში მხოლოდ. სადღაც 50 წლიდან ჩამოვიდა 2.5 წლამდე. ეს რაში ითარგმნება? ითარგმნება იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ რომ გამოიმუშაონ უნარი მუდმივი სწავლის, მუდმივი განვითარების, მოახერხებენ იმას, რომ ყოველდღიურ რუტინაში თუ ყოველკვირეულ რუტინაში ჩასვან რაღაც ახლის სწავლა და მუდმივად იფიქრებენ იმაზე, მათი როლიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება მაქსიმალურად შეითვისონ AI-ის გამოყენება, იქნებიან ყველაზე ესეთი კონკურენტული ბაზარზე ვიტყოდი. ერთი კიდე რასაც მინდა რომ ესე ხაზი გავუსვა ძალიან, არსებობს
ძალიან ბევრი განხილვა იმასთან მიმართებაში ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანებს და მან ვიტყოდი რომ მე მგონი რომ ჩანაცვლებაზე მეტად აუგმენტური გამოყენება არის მნიშვნელოვანი. აუგმენტურ გამოყენებაში გულისხმობ იმას რომ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ როგორ შევითვისოთ და როგორ გავხადოთ განუყოფელი ნაწილი AI ჩვენი სამუშაო ყოველდღიურობის და პროგნოზიც ესეთია რომ შემდეგი 2 წელი ეთმობა AI საბაზისო უნარების ათვისებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იდეაში ამისთვის კეთდება ისიც რომ OpenAI იქნება თუ Anthropic თუ სხვადასხვა ესეთი დიდი კომპანიები რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობს მაქსიმალურად ცდილობენ რომ ადამიანები მოამარაგონ მასალებით და ძალიან ბევრი საინტერესო კონტენტია ამ მიმართულებით და ადამიანი რომელსაც უნდა ზოგადად რომ AI-ის მიმართულებით განვითარდეს მგონია რომ უფრო იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ რომ იმდენად ბევრი მასალაა რომ არ ვიცით საიდან დავიწყოთ და ანუ სტრუქტურირება გვიჭირს და თანმიმდევრულად ამ გეგმის შედგენა მაგრამ მანდაც შეგვიძლია დავიხმაროთ სხვადასხვა LLM-ები რომლებიც გვირჩევენ ჩვენი როლიდან გამომდინარე რა უნარებია ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მივაქციოთ ყურადღება და რა გამოყენებები შეიძლება იყოს ანუ როგორ შეიძლება AI მოგვეხმაროს იმაში რომ მექანიკური საქმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვიყოთ მოწინავეები ჩვენ როლში რომლებიც თავაზობთ იგივე საქმის AI-ის გამოყენებით კეთებას აქვე ერთს დავამატებ მაყურებლისთვის LinkedIn-ზე ვაზიარებთ ხოლმე ხშირად პოსტებს AI აკადემიების შესახებ, ანუ დიდი მოდელების AI კურსების შესახებ უფასოდ რაც მოიპოვება და ვადევნეთ თვალი აუცილებლად AI Pulse Georgia პირდაპირ ჩაწერეთ LinkedIn-ზე, ამოგიგდებთ და ხშირად პოსტავთ ხოლმე ამის შესახებ ძალიან იქ ძირითადად ვიდეოებს არ ვდებთ, უბრალოდ ტექსტობრივ პოსტებს ვდებთ ხოლმე და ხშირად უთითებთ და თვალი ადევნეთ. ძალიან ბევრი მასალაა, აბსოლუტურად სწორად თქვა მარიამმა ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს რომ გააკეთოს ხა AI აკადემია, ასე ვთქვათ, OpenAI-საც აქვს და Google-საც და ასე შემდეგ და ხო, ძალიან რთულია იქიდან ამორჩევა რომელი შეიძლება იქნას გამოყენებული და რომელია ჩვენთვის ყველაზე რელევანტური, მაგრამ ნუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა ავარჩიოთ. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე იქ, მანდ. ტექნოლოგია როცა ვითარდება, ასე ვთქვათ, ეს წარმოადგენს საკმაოდ რთულ პროცესს მთელი მსოფლიოსთვის. დიდი კომპანიები, როგორებიც არიან Google, OpenAI, Anthropic და სხვა, ხშირად ამ კურსებსაც და თავიანთ მიდგომებსაც და თავიანთ ფრეიმვორკებსაც, ჩარჩოებსაც ზოგჯერ მთლად კეთილი მიზნებითაც, მაგრამ მთლად ასე პირდაპირ კეთილი მიზნებითაც არ აზიარებენ ხოლმე. ხშირად უნდათ რომ ტექნოლოგია განავითარონ თავიანთ ჩარჩოში. ანუ წმინდა ტექნოლოგიურად. მაგალითად Google ცდილობს რომ მომავალში ანუ დაასწავლოს ადამიანებს ეს ტექნოლოგია თუნდაც AI როგორ ვითარდება და თავიანთი ჩარჩოს ქვეშ მოაქციოს მერე რომ მომავალში სხვა კომპანიებმა ტექნოლოგია განავითარონ უკვე სიტყვაზე Google-ის ბაზაზე. აი ეს მნიშვნელოვანი მიზეზიც არის ამათ შორის ხოლმე აი ძალიან ცდილობენ აი Anthropic არის Claude-ის დამფუძნებელი მოდელი და სხვა მოდელები ძალიან ცდილობენ რომ ეს ტექნოლოგია მომავალში რომელზეც მუშაობს Google-იც, ChatGPT-იც და სხვაც განავითაროს აი ერთი მიმართულებით, თავიანთი მიმართულებით, რათა მათთვის იყოს კომერციულად ბევრად უფრო ხელსაყრელი და მათ ბაზაზე არსებობდეს და მათ ბაზაზე არსებული პროდუქტები ტექნოლოგიური პროდუქტები გამოიყენოს სხვა დიდმა კომპანიებმაც. ხო და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? ერთი რაღაცა გინდოდა მე მგონი რაღაცას თქვა. მარიამ მიფრინავს, გაფრინდა თითქმის ჩვენი ეპიზოდის დრო, კი ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა მე მგონი ჩვენი ეპიზოდი. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდოდა კიდე მეთხოვა შენთვის და შეგვიძლია დავასრულოთ ნელ-ნელა ჩვენი ეპიზოდი. ძალიან მინდა რომ შენი პირადი გამოცდილება გაგვიზიარო, აი პირადად შენი გამოცდილება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, აი საინტერესო გამოყენების მაგალითები, საინტერესო ინსტრუმენტები, ან რაღაცა მიგნებები რაც გქონია, აი ხშირად ვეკითხები ხოლმე ამას სხვადასხვა ადამიანებს, იმიტომ რომ აი ესეც ხო რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ანუ ხელოვნურ ინტელექტს ყველანი ვიყენებთ, მაგრამ ზოგჯერ გვაქვს ხოლმე რაღაცა ისეთი გამოყენების მაგალითები, რომ ერთმანეთს ვაკვირვებთ ამით, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ დღეები ვატარებთ რომ კითხვაში და გამოცდაში და ტესტირებაში, მაინც ზოგჯერ ისეთ რაღაცები მომისმენია ირგვლივ
ადამიანებისგან, მეგობრებისგან, რომ აი რაში გამოვყენებთ, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ან რაღაცა ინსტრუმენტისთვის მიუგნია ისეთი, რომ მე არ ვიცოდი, ან რაღაცა და ძალიან საინტერესო იქნება შენი გამოცდილება ამ მიმართულებით. მე ძალიან მიყვარს პოდკასტების კეთება, ანუ ესეთ რამდენიმე AI ხელსაწყოს კომბინაციით ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ვიყენებ Perplexity-ს იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხი მოვიკვლიო. უпростоრად ჯერ ვიყენებ რომელიმე chat prompt generator-ს, იმიტომ რომ მარტივენაზე ვწერ ხოლმე რა მინდა, რას მინდა რომ მივახციო. მე ეს prompt generator-ი მეხმარება იმაში, რომ ამას მივცე ისეთი სტრუქტურა. აი რომელიმე სხვა დაგვისახელებ, რომ ესეც საინტერესო იქნება ძალიან მოყოლებული. იცი რა არის გულწრფელად რო გითხრა, აგენტი prompt generator-ი მყავს, რომელსაც ველაპარაკები, ანუ რომელიმე ესე ხელსაწყოს არ ვიყენებ, ანუ ChatGPT-ის პლატფორმაზე მაქვს აგენტი, რომელიც გაწვრთნილია, რომ იყოს მომცეს რჩევები, როგორ წერო უკეთესი პრომპტები. მაგრამ ძალიან ბევრი პლატფორმაა, მათ შორის უფასოც, ანუ ეხლა უბრალოდ მისამართს ვერ გავიხსენებ ამ პლატფორმისას, მაგრამ მახსოვს რომ რამდენიმეჯერ დამჭირვებია და რაც 20 უფასო პრომპტი დამხვედრია იმ პლატფორმაზე. ოღონდ ვერ გავიხსენებ, არ ვიცი. და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ კარგი პრომპტი დავაგენერირა ხოლმე, მეორე ნაბიჯი არის ის, რომ მივდივარ Perplexity-ში და ვთხოვ, რომ გამიკეთოს სიღრმისეული ანალიზი ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც დრო მიაქვს ხოლმე, სადღაც 9 წუთი ჭირდება საშუალოდ სიღრმისეულ მოკვლევას და ამის ისე სტრუქტურირებას, როგორც მე ვთხოვ, მაგრამ იმ მიზნისთვის, რომ პოდკასტი გააკეთო და რომ იცი, რომ სადღაც 40 წუთიანი გზა გაქვს ერთი ადგილიდან მეორემდე, შეგიძლია რომ საცობში ბევრად უფრო შინაარსიანად გაატაროთ, რომ მისაღებია 9 წუთი ლოდინი, შეგიძლია სხვა რამე აკეთო ამასობაში. ანუ Perplexity მიგენერირებს ხოლმე ტექსტს, მე ამას ვაკოპირებ notebook LLM-ში, რომელიც მიკეთებს პოდკასტს და ამას უსმენ ძირითადად მგზავრობისას. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოყენება და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვიგებ. ანუ ეგ რომ არა, პრინციპში ჩემი ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია, რომ რაღაც კლასგარეშე თემებზე ფიქრს და რაღაცების მოკვლევას უბრალოდ ვერ შევძლებდი. ერთი ეგ არის, ერთი და იგივე გამოცდილება გქონია, იმიტომ რომ ხო, ანუ მეც მუშაობ ვაზისუბანში და ვცხოვრობ დიდ დიღომში და გადმოვდივარ ვაზისუბნიდან თბილისის ზღვით, გზა გეცოდინება თბილისის გზით დიდ დიღომში. და ნუ გამოვდივარ სამსახურიდან მზე არ ჩადის, მაგრამ მოსაღამოებულია, თან ზაფხულია, თან რაღაცა ზღვის ნაპირას შესანიშნავ ხედზე მოვდივარ, პანჯარა მაქვს ჩამოწეული და უსმენ პოდკასტს მაგალითად და ნუ აი იდეალური წინა ეპიზოდებშიც თქვი, ხო, მეც ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ ინსტრუმენტს და Perplexity-ც გავარჩიეთ რამდენიმე ეპიზოდში, ნუ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია. ხო, ძალიან პრაქტიკულია. მეორე უფრო ზოგადად ვიტყოდი, რომ მას შემდეგ რაც LLM-ების გამოყენება დავიწყე, შემიძლია ვთქვა, რომ ავიღო ისეთ საკითხებზე პასუხისმგებლობა, რასაც მანამდე ვერ გავრისკავდი, იმიტომ რომ ვიცი, რომ მარტო არ ვარ, მყავს მრჩეველი, რომელთანაც შემიძლია იდეაცია, შემიძლია განვუსაზღვრო როლი და იმ როლიდან გამომდინარე გაიაზროს ჩემი კონტენტი, ჩემი ფიქრები და გამაკრიტიკოს, ან კითხვები დამისვას, ან ისეთი კითხვები დამისვას, რაც ამ საკითხის უკეთ გააზრებაში მომეხმარება, ამიტომ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები მაქვს, ვიდრე ვთქვათ მანამდე, ბევრად უფრო მრავალფეროვანი ამოცანები შემიძლია ვაკეთო, როგორც სამსახურში, ისე სამსახურს გარეთ, ვიდრე მანამდე გავუბედავდი. ერთი ეგ შემიძლია ვთქვა და ერთი მინდა რომ სამსახურის გამოყენებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო, მაგრამ ყველაზე დიდ ოვაციებს რაც იწვევს ხოლმე ეგეთი გამოყენება გავაზიარა, რომ ვინც განსაკუთრებით დიდ კორპორაციაში მუშაობთ, გიმუშავიათ ალბათ ბევრს გექნებათ შემთხვევა, როცა მოგდის მეილი, სადაც ვამატებ მარიამს. მარიამ გთხოვ, მოგწერე რას ფიქრობ და სკროლავ მეილს და არ მთავრდება ეს მიმოწერა და ვერ ხვდები როდის დაიწყო, როგორ მოვიდა შენამდე, შენგან რა სითხოვენ და ძალიან ბევრი დრო გეხარჯება ამ მეილების გააზრებაში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოყენება გვაქვს ის, რომ ამ მეილის მიმოწერას უბრალოდ უკოპირებ და ძალიან, ანუ გიჯამებს მოკლედ და გიკეთებს იმ აქცენტებს, გეუბნება შენგან რა სითხოვენ და ძალიან ბევრ დროს გიზოგავს.
ეს სამი გამოყენება შემიძლია გავიხსენო. ამ ბოლოს მეც გავაზიარებ რამდენიმე რაღაც ყველა ეპიზოდში სხვადასხვა მაგალითი მომყავს ხოლმე. ამ ბოლოს რატომღაც არა დამჭირდა ბევრჯერ და ძალიან დავეჩვიე მაცნედან ჩამოვტვირთული კანონთან მუშაობას Gemini-ით და ვაკეთებ ძალიან კარგად. აი ძალიან ოღონდ ამას არ გეუბნებით ზედაპირულად, ანუ საფუძვლიანად გამოვიკვლიე და შეცდომების ალბათობა იყო ძალიან დაბალი. თითქმის ყველაფერს ხან notebook LM-ში, ხან Gemini-ში. ოღონდ ჩვეულებრივად ვტვირთავ, ვაძლევ პრომპტს და უსვამ შემდეგ უკვე შეკითხვებს, რაც მაინტერესებს და რამდენიმე კანონი რაც დამჭირდა საქმეში, დავამყნეთ, ასე ვთქვათ. ძალიან კარგად, ხო. მანდ ერთადერთი გამოწვევა გვაქვს ის, რომ კანონი თუ განახლდა, გიწევს რა ხო, თავიდან ჩამოტვირთა. აქედან გამომდინარე N8NIO, რომ ჩვენი AI მარტივია პროცესი გაკეთების, მაგრამ მაინც ტექნიკური დეტალები ურევია რა. ძალიან ჯერ არ მყავს, მაგრამ აი სიამოვნებით მალე ალბათ მეყოლება AI აგენტი, რომელიც მოახერხებს ამას, რომ მაცნესთან იყოს დაკავშირებული რაღაცა ფორმით რაღაცნაირად, ხო არ ვიცი, არც დამიგეგმავს ჯერ და არც მიფიქრი ამაზე, რომ რაღაცა ეს კანონები თვითონვე მოჰქონდეს და მე რაღაცა ჩამოტვირთვა არ მიწევდეს და რაღაცნაირად თვითონვე კონტროლირება და იყოს და ხო, ეგ ერთი. მე მეორე ძალიან კარგად გამოვიყენე ასევე notebook LM-ში სხვადასხვა PDF-ის ატვირთვა, არა ერთი PDF-ის, არამედ კონტექსტის შექმნა სხვადასხვა PDF-ისა. უშინრო იურისტებთან მქონდა ლექცია, ვებინარი, იქაც თქვი, რატომღაც იურიდიულ სფეროში არ ვარ არასდროს დაინტერესებული არც ერთი მიმართულებით, არ წარმოადგენს ჩემს სფეროს, უბრალოდ სტუდენტობიდან მოყოლებული, რატომღაც მაინტერესებს კონსტიტუციონალიზმი და კონსტიტუციონალიზმის უშუალო განხრა ჩინური კონსტიტუციები. არ ვიცი რატომ აქვს ესეჩება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და მოკლედ იქ აუტვირთე ძალიან ბევრი მასალა, ანუ სხვადასხვა PDF-ით და notebook LM-ი ხომ აგითი გამოირჩევა, რომ notebook LM-ის კონტექსტს ვქმნით მთლიანად ჩვენ. და ეს სხვადასხვა ფაილის მეშვეობით შეიქმნა უკვე კონტექსტი და ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და იქაც დავამყნე რაც მინდოდა და რაც მაინტერესებდა. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ერთი მიმართულება კიდე Miro AI და Julius AI. ძალიან მჭირდება, ეს არის პასუხისმგებელი ეს ორი AI, ასე ვთქვათ, ვიზუალიზაციაზე სამუშაო პროცესებში, გამოიყენება როგორც საოპერაციო დეპარტამენტებში, ასევე ფინანსებში და ასევე სხვა მარკეტინგში და სხვა მიმართულებებით. მე გირჩევთ აუცილებლად რომ ნახოთ ეს ორი AI ხელსაწყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სამუშაო პროცესების დაგეგმვაში, ისე გუნდის მართვაში, ისე კომუნიკაციის საკითხებში და რაც თორია ძალიან კარგ ვიზუალიზაციაში და მე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოებსაც TikTok-ისთვის და YouTube-ისთვის და Instagram-ისთვის, რომ აი უშუალო გამოყენების მაგალითები უფრო კარგად განვიხილოთ და უფრო კარგად ვაჩვენო, აი რა შეიძლება გამოგვადგეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა მე მგონი, ძალიან ბევრი კარგი რაღაცა მოვისმინეთ და საინტერესო რაღაც მოვისმინე შენგან და დანაპირები გვემოხსოვრება აუცილებლად მომავალში კიდე ერთი ეპიზოდი შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, ძალიან კარგი იქნება. მინდა დავამშვიდობო ჩვენს მაყურებელსაც და კიდე ერთხელ მოგმოხდოთ თხოვნით, რომ აუცილებლად გამოგვიწერეთ ყველა არხზე, გპირდებით, ძალიან ბევრჯერ დაგპირები ვართ და კიდე ერთხელ გპირდებით, რომ ჩვენი ყველა ეპიზოდი იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე წინა ეპიზოდი და ბევრად უფრო ამომწურავი და ბევრად უფრო კარგი. ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ აი ძალიან ბევრი მიმართულება მემოიხილოთ. უпростоრად თითოეული ეპიზოდი თავისი მხრივ უნიკალურია და ვერ ვიტყვით, რომ შედარება შეიძლება შემდეგ ეპიზოდთან. მაღალ ხარისხში გულისხმობ მაინც იმას, რომ სხვა მიმართულებებსაც მოვედოთ ძალიან ღრმად. ანუ ბევრ კონტექსტში განვიხილოთ, ბევრ გამოყენების მაგალითში განვიხილოთ და არ ვიყოთ რაღაცნაირად ჩაბღაუჭებული მარტო ერთ რომელიმე მიმართულებას, რომელიც რაღაცა მომენტში შეიძლება ამოწურვადი იყოს და მოსაწყენეც კი გახდეს. ამიტომ გვპირდებით, რომ ძალიან ბევრ სხვა მიმართულებას მოვძებნი, სადაც ძალიან საინტერესო იქნება ხელოვნური ინტელექტის განხილვა. დროებით შემდეგ ეპიზოდამდე.